და სწავლა განათლება რო გაკლია. რატომღაც მე ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ წარსულში, კაი დავანებოთ თავი მაკედონელებს, რომაელებს, აი ესენი რო იყვნენ რაღაცა ჯიბღუ-ხაკანი, მურმანყრუ, ბუღათუხი, არფარსლანი, ნუხრადინი, ავიცი ისა რა ქვია, ჯალალედინი, თემურლენგი, შაჰაბაზი, აღამაჰმადხანი, ესენი ყველა მე მეგონა რომ იყვნენ მოძალადეები და დამპყრობლები. თურმე როგორ მწარედ ცდებოდი. ესენი ყველა ყოფილა ჩვენი ისტორიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენზე ზრუნი თმაგათეთრებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ იმისათვის, რომ მაქსიმალური ინვესტიციების ჩაედოთ, რათა საქართველოს წინსვლისა და განვითარების გზა შეუფერხებელი ყოფილიყო. მართალია, ეს საელჩოებს, რომლებსაც აგზავნიდნენ, ასობით 1000 ადამიანს მოითვლიდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ინვესტიცია. და ამ დროს ჩვენ ყავდა წინაპრები, რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის პიროვნებები, კრიმინალური ავტორიტეტები შეიძლება ითქვას, რაღაცა რა ვიცი, მე თანაც სულ ყველას რაღაც მეტსახელები ერქვა, აგერ ვახტანგ მეფე გორგასალის ზედმეტსახელი, აშოტ კუროპალატი პირველი ბაგრატიონი დიდი მეტსახელი, შემდეგ უკვე აგერ დავით აღმაშენებელი, თამარ შვიდმნათობიერი, გიორგი წყინვალე, ასე იგი ერთი ქუთაისელი სოლომონ პირველი მეტსახელად ქვახეთქია, ერეკლე მე ისა ქვია სვიმონ მეფე დელი სვიმონი, აქვია გიორგი სააკაძე მეტსახელად დიდი მოურავი და ერეკლე მეორე მეტსახელად პატარა კახი, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციებზე, არ ვიცი მე, კაროჩე, ფარცხისი, დიდგორზე, შამქორი, ბასიანი, ხრესილი, მარტყოფი ესხმოდნენ ამ მშვიდობიან, უიარაღო, აი ინვესტიციების მატარებელ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც პალმის შტოებით მოდიოდნენ, არ ვიცი, ლურჯიებით ხელში და მოსავლებდნენ და მიერეკებოდნენ ჩვენი სამშობლოსგან. აი ასეთი წარსული ვქონდა ჩვენ და ამდენ ინვესტიციას ავწდით და როგორც იქნა ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც იგზნო პასუხისმგებლობა ყველაფერზე და ამათი უმანკო დაღვრილი სისხლის საფასურად მთელ საქართველოს აბარებენ ამათ. ხალხი ძმაო, საით ვილოცეთ რა? როდო უფიქრე, რა საყვარლები არიან, კაცო, კოცნით ვერ გაძღები. პატარები რო იყვნენ, გულზე დაიბნევდა კაცი ბროშკასავით. არა, მე მართლა აი ბავშვობაში სკოლაში სწავლობდი და ნამდვილად მეგონა რომ უსასრულო დრო და სივრცე იყო. და სინამდვილეში თუნდაც ვწდებოდი. არა ხუმრობა გადავდოთ უკვე, მართლა ხუმრობის დროს დიდად არ არის, მაგრამ ეს წარე ხუმრობა. მართლა უნაპიროა, უსაზღვროა. ამათი თავხედობა, ცინიზმი და ქართველი ერის აბუჩად აგდება. ვის მიწას არიგებენ ესენი? როგორ ასე, აი, კიდევ ხოგეუბნები 10 კილომეტრების სიგრძეში და 4-5 კილომეტრი ყველაზე ცოტა სიძახის სიგანეში და უკვე ეს წლებია რა უფლება აქვს ამას. არა, გავიგე რომ თქვენ ამ ხელისუფლებისთვის საქართველო არ არის სამშობლო. ქართველიელი არ არის მშობლიორიერი, მაგრამ ასე რატომ უნდა გაგვიმეტონ? ასე რატომ უნდა ისე დამპყრობლებს არ გაუმეტები ვარ ჩვენ ასე. ღმერთი რჯული სამართალი ამ მონსტრებისთვის ჩვენ ხო არაფერი არ დაგვიშავებია. ამიტომაც მე ადრე საუბრობდით მაგის შესახებ, მაგრამ ახლა უკვე საბოლოოდ წმუნდები. რომ ესენი მართლა არ არიან ჩემი აზრით ადამიანები. ესენი მართლა უცხო პლანეტელები არიან.
რაღაცნაირი, აი, მონსტრები, კუდიანი, სასეცებიანი, რქიანი ურჩხულები. და უბრალოდ რა ჩვენი თვალის ასახვევა და მტყანი გადაკრული ადამიანის. და მე უკვე ამათ რო უყურებ, მეშინია რომ მობეზრდებათ ადამიანის გარსის სტარება, გამოუშვებენ ასობით ბუხლუხს, მარწუხს, საცეცს, რა ვიცი კიდო რას ახლა ამ ანატომიაში დახვდათ არა ვარ გარკვეული და მოგვარდებიან დასაგლეჯად. ამათგან მე სხვა კაის არაფერს არ უცდი, გენაცვალე. და მე ერთი რამე მინდა რომ დავაფიქსიროთ. აი, იცით რა არის? აი, ამ წუთას არის უამრავი ადამიანი, რომელიც აი, ბაძა სახში ზის, ეზარება, ცივა, სამსახური აქვს, არ უნდა რომ დაკარგოს, მაგრამ ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ამ ფონზე, როდესაც ამდენი ტერიტორია გაყიდულია, როდესაც ორ ყველაზე უფრო საშიშ ლოკაციაში განა აქ არაბების ჩამოსახლებაზეა საუბარი. აქ საუბარი მიდის, რომ ჩვეულებრივად ორი ანკლავი არაბული ჩაიდვას ყველაზე უფრო საშიშ ადგილას საქართველოში, ხოლო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც რაიმე დოზით ამათი აზრით წინააღმდეგობას გაუწევს, ისინი ან უნდა დაიჭირონ, ან ფიზიკურად გაანადგურონ, ან ქვეყნიდან უნდა გაყარონ. და ეს თუ მოხდა, დარჩენილი მოსახლეობა გახდება ამ არაბული ანკლავების მოსამსახურე პერსონალი. არ ვიცი, მცველები, მძღოლები, არ ვიცი, სექს ბიზნესი, რა, ყველა ამას და აღმაშენებელი რო გაცოცხლდეს, ამ პროცესს უკვე ვერავინ ვეღარ შემოატრიებს. ეს დასრულებული შეუქცევადი პროცესი გახდება. ნუ თუ ეს მართლა ძნელი ასაქმელია, რასაც ვიზახი. აი მართლა რატო იბრძოდნენ? აი წარმოდგენა არ მაქვს რა, შაღაბაზი კანიბალი კი არ იყო. შაღაბას ჩვენი პირდაპირი ტექსტის შეჭმა კი არ უნდოდა. მოდიოდა ის იმიტომ რომ ტერიტორია დაეპყრო, ხალხი ჯული შეგვეცვალა და ხალხი გაერეკა. ამას ხელისუფლება ისე დაზაგეთებს ყველაფერს. თანაც ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპით, ვიდრე 200,000 კაცი გამოასახლა, დაასახლა. შაღაბაზმა ყელი გამოუჭერით. და ახლა ამ ორი რეჟიმის დროს ჯერ სააკაშვილის, მერე ივანიშვილის 2 მილიონი ქართველია გასული. თანაც მაშინ ხარჯს გადაადგილების და საკვების თვითონ ისინი იხდიდნენ დამპყრობლები. ახლა საკუთარი ფულით ვიყიდებით მონებად. აი უბრალოდ რომ მე წარმოდგენა არა, მე ერთი რაღაცა მომენტი მინდა რომ დაგიფიქსიროთ რა. ძალიან გთხოვთ რა. ერთი ასეთი აი როდესაც ამაზე ვსაუბრობ, აი რა არის იცით, შედარება ხო კიდევ ერთხელ ვიძახი. არ არის სამშობლოს სიყვარული მარტო ქართველების საქმე. საქართველოს თავისი მშობლიური მიწა სხვა ერებსაც უყვარდა. და ერთი მაგალითი მინდა ისტორიული რომ მოგიყვანოთ, რომელიც აი გაუსვავს ხას, აი რაოდენ სხვა ხალხი იყო, მე სულ ტყულა უბრალოდ არ მიხსენებია რომ გაზდიხა კიდევ დედები ვაშკაცებს ჩვენისთანასო აღარ იბადებიან, თუ ასეთი ვაშკაცები და ერთი ასეთი ბავშვობაში რამაც ჩემს ფსიქოლოგიაზე, ჩემი ცხოვრების წესზე და შინაგან წამზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ნახე ფილმი ასეთი ბორის პირველი. ეს იყო ბულგარეთის პირველ მეფეს. შესანიშნავად გადაიღეს. აი გოლივუდის ფილმებს რო შეშურდება. დაახლოებით ეს ბორის პირველი იგივე იყო ბულგარეთისათვის, რაც ჩვენთვის დავით აღმაშენებელია. იმად გადაიღეს. ჩვენ არა გვაქვს გადაღებული აღმაშენებელზე. სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილზე გვაქვს გადაღებული ფილმი გადაცვალე, ხო და ეს თავიდან იყო დიდი ხანი, შემდეგ გახდა დიდი თავადი და ბოლოს გახდა პირველი ბულგარეთის პირველი მეფე. მართლმადიდებლობაც მათ შემოიტანა და ნახეთ, ერთხელ სულ ომშია. დედაღამე ყივჩაღებს, ბიზანტიას ებრძვის და იგებს, რომ სერბები შემოდიან მის ტერიტორიაზე. სერბები ახლა ძალიან მეომარი და მებრძოლიერი იყო და ახლა არ უნდა ბრძოლა, მაგრამ რა ქნას კაცო შემოსული არიან, გაეგება თავისი ჯარი.
იქიდან სერბი ვაევოდა მეფის გამზდელი რა აი თვალწინ მიდგას 5-6 წლის ვიყავი მაგრამ 2 მეტრიანი სერბი რაღაცა რკინაში და ეს შეხვდა რა ერთმანეთს შეხვდა ჯარი ახალი გადმოსული არიან ტერიტორიაზე და რა გინდა მომაუთხა კაც რას მოდიხარ თურმე ესენი ბულგარეთის დასაპყრობად არ მოდიან ყივჩაღები პაჭანიკები უნდა დააწიოყონ მაგრამ ბულგარეთის ტერიტორია უნდა გამოიარონ რომ უფრო გზა დაიმოკლონ გამიგედა ამან უთხრა კაც ახლა ამ ხელა ჯარი რომ ამ ტერიტორიას გამეივლის თვითონ კვერცხი რო წაიღოს ხო წოუღია ნახევარი ბულგარეთი და ეუბნება ეს ბორისი ახალგაზრდა ბიჭია მაგარი ტიპაჟი იყო შენ შეუძლია დაგვანებე გენერცვალე თავი აგერო ფურაშაც მოგცემთო ცხენისათვისო საკვებსაც გადადით უკან და წადითო საზღვარ დაგვანებეთ არა ესე ეუბნება ძალა ერჩით რა ასე უნდა გადავიარებთო და ეს არის ისტორიული ფილმი ის კი არა რაღაცა ზღაპარი რაღაცა და ეს ეუბნება ეკითხება რა გავაკეთო იმის ფასი რომ გატრიალდეთ უყურებს ეს სერბი და მოდი რა შენმე პირველათო შენიო საომარი ცხედი მომეციო აუ რა ცხედი ყავს იცი ამბო არიძინებს მეგობარია რა მისი რა ამასთან ერთად იბრძვის კაცო კბილებით გლიჯავს ისი არიძინებს ბორის პირველი რომ თავისი ხელით რამე თქვი რაღაცა საჭმელია რა ჭამო მეგობარი აი უახლოესი მეგობარი ჩამოხტება ცხენიდან და აჩვენებს და 6 კაცს ლიუს გადაყავს ეს ცხენი როგორი თვალით უყურებს რო იცოდე ბორის პირველ რაშო აი ცხენი გაგიჟებულია მეგობარია მიცა მეგობარი მეორე რაღა გინდა უყურებს ეს სერბი ვაევოდა ისო წინა ბრძოლის დროსო ძევლების გაცვლა რომ მოხდაო ისაო სერბი ქალიშვილი სერბი დიდებულის ქალიშვილიაო მოხდა თქვენთან და თურმეო შენი ხარჭა გამختარაო და ის უნდა დაუბრუნო ოჯახსო არ მიაქციო არავის ყურადღება არც შემდეგ არც მანამდე ბორის არავის სიყვარული არ განუცდია მარტო ეს ქალიშვილი უყვარდა ეს გოგონა თანაც ორსულათა მართლმადიდებლობის შემოღებაც იმიტომ უნდოდა რომ ეს ცოლად მოეყვანა გვერდში უდგას ამორძალივით მოგვდა კაცი ჩვეულებრივად გამიგე ჩამოხტა და უთქმელად გადაიყვანეთო და ეს გოგოც გადაიყვანეს რა და შეიყვანეს იქვე კარავში და ამ დროს მესამე რა გინდა მოგტარია კაცი ნერვიულობით გამიგე აღარაფერი აღარ დარჩა კაცო მეგობარი ყავდა მიცა სიყვარული გაატანა და მესამე რა გინდაო და ხო საზღვართან არიან და დაახლოებით აი როგორ გითხრა აი აგერო პატარა ბორცვია იმაზე პატარა ბორცვი ტიანი ეუბნება ეს ბორცვი მომეციო პატარა ქვიანი ბორცვი და ამან უთხრა მე შენ ჩემი ცხენი მოგეციო მე შენ ჩემი ქალი მოგეცი და ბულგარეთის ტერიტორიიდანო მე შენ კენჭსაც არ გაგატარო იცოდეო დადექივიო მოთა და სერბმა გაატრიალდა ჯარი დაუბრუნეთო და წავიდა ცხენი დაუბრუნეს გოგონა ვერ მოაღწევს იმიტომ მის შევიდა თუ არა იმ კარავში ეგრევე საწამლავი დალი და მე ნატრულო რომ ხელსადი ხელისუფალი ყავდეს რომელიც თავისი პირადულს გაწირავს ყველაფერს კაცმა ყველაფერი პირადული გაწირა საზოგადო ეროვნულისათვის და ახლა პირიქით ხდება კენჭს კი არა სახელმწიფოს ადლებენ ოდნავ რომ თავისი სიტუაცია გაიკეთონ და ესე ჩვენ გავიგეთ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩვენი წმინდათაც მინდა ვარ ეს ჩვენ არ გვაპატიებს უფალი არ გვაპატიებს აი ბოლო ყველამ შეიძლება გვაპატიებს უფალი ამას ჩვენ არ გვაპატიებს ეს ხო ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანა რა უფლება აქვს ღვთისმშობლის წილხვერდ ქვეყანას როდესაც ასე უმოწყალოდ ანიავებენ აი გასკდა კაცო გული რა ბოლო რა ასეთ სიცოცხლეს მართლა სიკვდილი არ ბოდიში რა დღეს საღამოსა ხვალ საღამოს ჩავწეროთ 7 ლაივი აქ შეუძლებელია კაცი ნორმაზე იყოს კიდე ვიძახი 10-15 კილომეტრი 10 კილომეტრზე მეტი გამოვიარეთ
ერთი იმდენი გასავლელია. აქეთ კილომეტრები და ჩვენი არ არის, კაცო. უბრალოდ სუდად გახდები, გენაცვალე რა. კარგით, ბოდიშით რა, რომ ასეთ არ რაღაცა თუ თითოეული ქართველმა თუ არ დააფიქსირა, რომ ეს თითოეული ქართველის წმინდათა წმინდა მოვალეობაა, ქართული მიწის დაცვა, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. დაღუპული ვარ. უნდა გაერთიანდეს რამენაირად. ყველას პირველობა უნდა. ყველა რაღაცას ამტკიცებს. არ აპატიებს, არც უფალი აპატიებს, არც ისტორია აპატიებს ამ პუგაჩოვშიდას, ამ მევარდა ჩემი დაბას. კარგად, დროებით, გემშვიდობებით გენაცვალე და გავაგზავნებ შემდეგ კიდევ ლოკაციებზე ჩაწერას რა.